კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოდის ქალბატონი ნინო, თქვენთან საუბრით მინდა, რომ დავიწყო. ხვალ უკვე საბოლოო განხილვა იქნება სავარაუდოდ. გითხარით, აი რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს მეგობარ აქტთან დაკავშირებით და რა შეცვლის რეალურად ის ხარდაჭერა, არ ვიცი, რომელსაც მიიღებს სწორედ ეს დოკუმენტი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობთ მოწვევისთვის. მოლოდინებზე ყოველთვის რთულია საუბარი, მით უმეტეს, როდესაც საკანონმდებლო პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ ვიცით, რომ ივანიშვილის რეჟიმი ძალისხმევას არ აკლებს იმას, რომ თქვათ თავისი ლობისტური წარმომადგენლები თუ კომპანიები ჩართული ყავდეს იმისთვის, რომ ამ აქტს მხარდაჭერა არ ქონდეს და საკმაოდ სოლიდური რესურსი იხარჯება ამაზე, რაც ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ დინამიკა შესაძლოა მაღალი ალბათობით პოზიტიური იყოს, არის რამდენიმე ფაქტორი. პირველი და მთავარი ის, რომ ეს არის ორპარტიულად მხარდაჭერილი აქტი, როგორც შინაარსობრივად, ისე ინიცირების თვალსაზრისით. შინაარსობრივად, იმიტომ რომ ორპარტიულად დაფიქსირებულია და არ გადახედილა ეს ერთგულება იმ პრინციპების მიმართ, რომელიც გულისხმობს საქართველოს დემოკრატიზაციის განვითარებას და მხარდაჭერას ამერიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში და ამავდროულად ბოლო პერიოდში განხორციელებული ადამიანის უფლებების დარღვევისა თუ ანტიდემოკრატიული ქმედებების მიმართ, ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკა, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ კვლავ არის ძალაში ორპარტიული მხარდაჭერის სახით. გვაფიქრებინებს ისიც, რომ აქამდე პრაქტიკულად წინააღმდეგობა მეგობარი აქტის განხილვას არ შექმნია, არც საკომიტეტო მოსმენის დონეზე და არც შემდგომ ეტაპებზე და თუ ვიმსჯელებთ იმით, რომ მიუხედავად ძალიან დიდი ძალისხმევისა თბილისიდან იმისა, რომ რაღაც ტიპის ლეგიტიმაცია მიიღოს გასული წლის ოქტომბერში ჩატარებულმა არჩევნებმა და ძალაუფლება მიტაცებულმა რეჟიმმა, ეს ძალისხმევა ამ ეტაპზე არ არის შედეგიანი, რაც ასევე შესაძლოა, რაც ალბათ უნდა გვაფიქრებინებდეს იმას, რომ სწორედ მეგობარი აქტის ფარგლებში ასახული ყველა ის დებულება არის ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია დღესაც. აი ქალბატონინა, თქვენ მინდა გკითხოთ, აი რა შეიძლება ვუთხრათ, როგორ ავუხსნათ მაყურებელს, აი რაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილი, აი მოახერხებს თუ ვერ მოახერხებს შტატებთან და ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დაალაგებას. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს დავითაშვილის ვიზიტი შტატებში, მანამდე მისი შეხვედრა აქ საქართველოში ამერიკის ელჩთან და ფაქტობრივად რაღაცნაირად ისე გამოდის, რომ ის დღეს რაღაცა ივანიშვილის გუნდიდან შეიძლება ერთადერთიც კი იყო, ვისაც საერთოდ ამერიკელები ილაპარაკებიან, ხომ? და აი მისი განცხადებებიც იყო, რომ რაღაცა მე თავად დავინახე ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ეს რაღაცა გადატვირთვის პოლიტიკა, თურმე შტატებთან ურთიერთობის და ასე შემდეგ. აი რაზე შეიძლება იყოს ეს დამოკიდებული, გამოუვა ეს ივანიშვილს თუ არ გამოუვა? რამდენიმე ფაქტორია, ალბათ ორი ძირითადი გამსაზღვრელი, რომელიც აი ამ რაღაც ილუზორულ წარმოდგენას ქმნიდა და თავად ივანიშვილის რეჟიმი აკეთებდა ამას მიზანმიმართულად, იმისთვის რომ მათ შორის თავისივე მომხრეები და ასევე ეს ეგრეთ წოდებული ბიზნეს ელიტები, რომლებსაც ძალიან ეშინიათ ამერიკული სანქციების და შესაძლოა მათ პირადად შეეხოს ძალიან უსიამოვნო შედეგი იმის გამო, რომ რეჟიმს უმაგრებენ ზურგს, ავრცელებდნენ აი ამ რაღაც ცოტა ფანტაზიურ ვერსიას იმის თაობაზე, რომ დემოკრატებთან ისინი ვერ ახერხებდნენ სათანადო ურთიერთობას, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციასთან ეს ვითარება შეიცვლებოდა და ამას ორი უკუაზრი ჰქონდა სავარაუდოდ, რომელიც ამყარებდა ამ პოზიციას. პირველი ის, რომ რატომღაც მიიჩნეოდა, რომ რადგან ტრამპიც რაღაც ტიპის ოლიგარქიული მართველი შესაძლოა ყოფილიყო მისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამიტომ ის მეტ საერთოს გამონახავდა ბიძინა ივანიშვილთან და რაღაც საერთო საფუძველი შეიქმნებოდა, რომელიც რაღაც ურთიერთობის ნიადაგს შექმნიდა. და მეორე ის, რომ მათ მოლოდინი ჰქონდათ, რომ რუსეთთან მიმართებით თუ ტრამპის პოზიციები იქნებოდა განსხვავებული მისი წინამორბედი ადმინისტრაციისგან, ეს მადლი ავტომატურად აისახებოდა ივანიშვილის რეჟიმზეც და ასევე რუსული მედიაციით მოხდებოდა რაღაც ტიპის ურთიერთობების ნორმალიზაცია. ურთიერთობების ნორმალიზაციაში არ მოიაზრება ამერიკის და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა იმ ფორმით, როგორითაც ის იყო
ივანიშვილმა იცის რომ ეს ასე არ მოხდება და ამის განსაკუთრებული ინტერესიც არა აქვს აქ მაყურებელს ძალიან მკაფიოდ უნდა ესმოდეს, რისთვის იბრძვის რეჟიმი ახლა ვაშინგტონში. მათ ჭირდებათ ვაშინგტონის ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, მაგრამ მმართველობა ზუსტად იმ ფორმით გააგრძელონ, რა ფორმითაც აქამდე იყვნენ. ეს არ არის, რომ აი ჩვენ უკეთესები გავხდებით და დავუბრუნდებით დემოკრატიის გზასთან, დავუბრუნდებით ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებს, ოღონდ ვაშინგტონმა ჩვენსკენ გამოიღოს. ამაზე საუბარი საერთოდ არ არის. რასაც ივანიშვილი ახლა ცდილობს თავისი ემისრების და ასევე ფინანსური რესურსის მობილიზაციის გზით, არის ის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და მიიღოს ეს კეთილგანწყობა. შესაძლებელია ეს თავად შტატების მხრიდან ლეგიტიმაციის საკითხი რაღაცა დარჩეს ესე ჰაერში გამოკიდებულ ალბათ, იმიტომ რომ აი ყველას გვახსოვს ხომ რაღაცა აი ქრონოლოგია რომ ჯერ იყო აი ხა ტრამპის არჩევნები იქნება, მერე აი 20 იანვარი ადმინისტრაციას და მერე ახლა ჯერ არცალია კიევი და უკრაინა არის. ხო აი რაღაცა ბევრი გზავნილი ესმოდა მაყურებელს რომ აი ჯერ ის იქნება, მერე ეს იქნება და ასე შემდეგ. აი 21 იანვარი ხო, იყო ხო ესეთ თარიღები და აი რამდენად შესაძლოა მართლა რაღაცა დარჩეს ეს ამბავი ესე ჰაერში გამოკიდებულად. ამ სპეკულაციებში ერთადერთი ობიექტურად ხელმოსაჭირი ფაქტორი იყო ის, რომ ტრამპის ახალარჩეულ ადმინისტრაციას მართლაც რაღაც ეტაპზე პრიორიტეტები ჰქონდა განსაზღვრული განსხვავებულა და საქართველოს ამ პრიორიტეტებში ნომერ პირველი ამოცანა არ იყო. მიუხედავად ამისა და მას ჩვენ ვატყობთ და ვგრძნობთ მათი გზავნილებით იმით რომ მეგობარი აქტი ეხილება ის რომ ელჩი დანიგანი შეხვდა რეჟიმის წარმომადგენელს და კონკრეტული გზავნილები გადასცა ეს ცხადყოფს იმას რომ ვაშინგტონის ფოკუსში საქართველოს როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი რჩება სტრატეგიული მნიშვნელობის იმიტომ რომ დერეფნის მნიშვნელობა მხოლოდ იზრდება და არკლებულობს იმის გამო რომ ჩინური ინტერესები ძლიერდება რეგიონში იმის გამო რომ საქართველოს რეგიონში ამერიკის შეერთებულ შტატებს ჭირდება როგორც საყრდენი, როგორც ფუნდამენტური დემოკრატია. მას საქართველოსთან როგორც ერთეულთან, რომელსაც მართავს მორიგი ავტორიტარული რეჟიმი რეგიონში, მასთან ურთიერთობებს ტრადიციული ფორმით ვერ გააგრძელებს, მაშინ, როდესაც საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესი ძალაში რჩება რიგი ფაქტორების გამო და პირველ რიგში სავაჭრო დერეფნის გამო, რომელზეც მიბმულია ასევე ენერგომატარებლები. ამიტომ ის რომ ივანიშვილის რეჟიმთან არათუ ურთიერთობების გადახედვა არ მოხდა, საერთოდ დიალოგი ვერ დგება. საერთოდ ურთიერთობა ვერ ყალიბან რაღაც მოლაპარაკების რეჟიმზეც ჯერ ვერ გადადიან, იმიტომ რომ ისინი მათ წარმომადგენლებს პრაქტიკულად არ აღიარებენ. როგორც აღმოჩნდა ბოჭორიშვილთან ამბავი, აი რამ შეიძლება, არ ვიცი, აი თვითონად როგორ შეიძლება გამოივაჭროს, მოდი აი ესეთი რაღაც სცენარი დავუშვათ, ლეგიტიმაცია რის ხარჯზე. თავად ის ფაქტი, რომ მეგობარი აქტი ამ მოცემულობაში ორპარტიული მხარდაჭერით იხილება და პროგრესირებს, ნიშნავს იმას, რომ დიალოგის რესურსი არ მოინახა. ეს ამას ნიშნავს. რასაკვირველია, ფორმატი გახსნადია იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი მზაობას განაცხადებდა, რომ ის დაუბრუნდეს გრძელ რეჟიმს, რომ მან ჩაატაროს ლეგიტიმური არჩევნები, რომ მან ცადოს საკუთარი ლეგიტიმაციის ხელახლა მოპოვება, რომ მან გამოუშვას პოლიტიკური პატიმრები, ანუ ის რაც მას სავაჭროდ ისედაც აქვს, როგორც ბერკეტი, იმიტომ რომ პოლიტიკური პატიმრები მას ბრძეულად ყავს აყვანილი, სწორედ იმისთვის, რომ გამოივაჭროს ძალაუფლების შენარჩუნება არჩევნების გარეშე. მაგრამ ვინაიდან ამ თემებზე მას აქამდე ჯერ არ ელაპარაკები და დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ტიპის დათმობებზე ის ვთქვათ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით წავიდოდა როგორც ჩინური ინტერესების მინიმიზება, იგივე ანაკლიის პორტზე განახლებული მოლაპარაკების წარმოება, მაგრამ ფუნდამენტურად ის ვერ დათანხმდება იმას, რომ აქ ახალი არჩევნები ჩატარდეს და რეჟიმის ძალაუფლების შენარჩუნება საფრთხე შეექმნას. ამიტომ არის, რომ იქიდან არ არის შემხედრი ნაბიჯები დიალოგის აღდგენასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამ ეტაპისთვის ინტერესები ურთიერთგამომრიცხველია. ვაშინგტონი ამბობს, რომ რეჟიმთან რომელმაც ძალაუფლება მიიტაცა, მე არ ვაპირებ დიალოგის წარმოებას. ივანიშვილის რეჟიმისთვის კი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ მათ არჩევნების გარეშე ძალაუფლება შეინარჩუნონ ასე და აღიარონ მათი ლეგიტიმაცია იმ ფორმით, როგორითაც არიან. ეს არის რითიც ვაჭრობს ივანიშვილი, ეს არის ის ალბათ პირდება, რომ მე აქ შეგინარჩუნებ ინტერესებს, მე შევინარჩუნებ ამერიკის შეერთებული შტატების ფუნდამენტურ სტრატეგიულ ინტერესებს, როგორიც არის ვთქვათ, დერეფნის მიმართ სავაჭრო ინტერესები და ასევე შესაძლოა რაღაც ტიპის სამხედრო წარმომადგენლობა, მაგრამ ამის იქით მე მჭირდება, რომ ძალაუფლების ლეგიტიმაცია აღიარო და ამაზე ფაქტია, რომ ვაშინგტონი არ მოდის სრულიად სამართლიანად. ესე იგი, ნახეთ, ჩვენი ფუნდამენტური პრობლემა დღეს ახლა ეს ბრძოლა არის შავ-თეთრი.
ხო, ამას არა აქვს ახლა ბევრი ნაცრისფერი ზონა. ბევრი ნაცრისფერ ზონაში ჩვენ შეიძლება შევიდეთ მას შემდეგ, რაც ამ დემოკრატიულ ბრძოლას მოვიგებთ და ხალხი გაიმარჯვებს, მაგრამ მანამდე ეს ბრძოლა არის შავთეთრი. ჩვენ ახლა უნდა დავამარცხოთ ოლიგარქიული რეჟიმი, ანუ დემოკრატიულმა ძალამ უნდა გაიმარჯვოს ოლიგარქიულ რეჟიმზე, იმისთვის რომ შემდგომ საერთოდ რამე ტიპის დემოკრატიული ჩარჩო შეიქმნას, საერთოდ არჩევნებზე შევძლოთ საუბარი და საერთოდ განსხვავებებზე შესაძლებელი იყოს საუბარი. რასაკვირველია, პანაცეა არ არის ერთობა როგორც ასეთი, ან ერთიან პლატფორმიდან პოზიციონირება, მაგრამ აქ პრობლემის სათავე არის იმაში, რომ ფაქტობრივი ძალაუფლება 100%-ით არის რეჟიმის ხელში. მის ხელში არ არის იურიდიული ძალაუფლება და მის ხელში არ არის სახალხო ძალაუფლება, მაგრამ ფაქტობრივი ძალაუფლება არის მის ხელში. ეს ძალის დისბალანსი, რომელიც საზოგადოება, რომელიც არსებობს დღეს ობიექტურად და დისბალანსი გულისხმობ იმას, რომ სახალხო მოძრაობა რამდენადაც ძლიერი არ უნდა იყოს, ის შიშველი ხელით იბრძვის, ის ებრძვის, ეხეთქება კედელს, რომელსაც უბრალოდ ვერ ანგრევს შიშველი ხელებით და მეორე მხარეს არის ყველაფერი, ხო, ადმინისტრაციული რესურსიც, შეიარაღებაც, ფინანსური რესურსიც, სამართალდამცავი ორგანოების, სასამართლო, ანუ სრული კონსოლიდაცია ინსტიტუციონალური. ეს ძალთა ბალანსი რომ დაირღვეს, ანუ რომ შეირყეს ეს ძალთა ბალანსი, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ აი ამ დემოკრატიულმა სახალხო მოძრაობამ ის იმპულსი, რომელიც გააჩინა საერთაშორისო თანამეგობრობაში, ზეწოლის ბერკეტები საერთაშორისო თანამეგობრობიდან წამოვიდეს რეჟიმზე, ანუ საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა რეჟიმზე ავტომატურად აძლიერებს დემოკრატიულ ძალას და პირიქით, ხო? გარეთთან დავიხმაროთ იარაღები. გარეთ, იმიტომ რომ ჩვენი ხელებით ვერ ვერებით, შიშველი ხელებით, რასაც ჩვენ ვახერხებთ, არის რომ ჩვენ საერთაშორისო კონსოლიდაცია მოვახდინეთ სრული, ასეთი ერთობა საერთაშორისო თანამეგობრობის საქართველოს მიმართებით ჯერ არასდროს არ ყოფილა და ის რომ ამდენი ხნის მიუხედავად რეჟიმის ლეგიტიმაცია არ მოხდა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, ეს არის მხოლოდ აი ამ დემოკრატიული მოძრაობის დამსახურება იმისთვის, რომ ეს ძალა არსებობს. ეხლა პოლიტიკურ პროცესს რაც შეეხება, რასაკვირველია, კიდევ ერთხელ ვამბობ, პანცე არ არის, რომ ყველა ერთად იყოს, მაგრამ ჩვენ პოლიტიკურ პროცესში გვჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია. ანუ როგორც ხელისუფლებას ჭირდება ლეგიტიმაცია, ისე ოპოზიციურ ფლანგს ჭირდება ერთიანი ხმა, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებას და იმისთვის რომ საზოგადოებრივი ნდობის მანდატი იყოს მაღალი, საჭიროა მათი ერთობა, ანუ საგარეო კომუნიკაციისთვის მათ ჭირდებათ ფორმალური რაღაც ერთეული, რომელიც ყველას წარმომადგენელია ამ სხვადასხვა პარტიებიდან, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, ამაზეა საუბარი, ვინც რაღაც ტიპის ლეგიტიმაცია მოიპოვა სახალხო. მაგრამ იმისთვის რომ ეს სახალხო ხმა შეუძლებელია, ხო, რაღაც ახალგაზრდებს, რომლებიც არ არის მართული პროცესი და რომლებსაც არ ყავს წარმომადგენლობა, იმათ ესე პირდაპირ არავინ არ ესაუბრება. ვისაც ესაუბრება საერთაშორისო თანამეგობრობის ფრონტი, ეს არის პოლიტიკური პარტიები. პოლიტიკურ პარტიებს უნდა კონდეთ მინიმალური კოორდინაცია იმისთვის, რომ წარმომადგენლობა ყავდეთ, ანუ მათ კონდეთ რაღაც ტიპის წარმომადგენლობა, რომელიც სახალხო ლეგიტიმაციით სარგებლობს და ჩადის და დასავლეთში ვიღაცას ერთიანი ფრონტით ესაუბრება და გზავნილები უნდა იყოს ერთიანი. ამისთვის არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური კოორდინაცია და პოლიტიკური ერთობა და არა ერთი ნიშნის ქვეშ გაერთიანება. არჩევნები თუ დაინიშნა და საარჩევნო ჩარჩო დემოკრატიული თუ შეიქმნა, იმთავითვე დამარცხებულია ოლიგარქია და მე ბევრ ფორმატზე შეიძლება ვისაუბროთ. მე 27 ოქტომბრის არჩევნებისთვისაც მომხრე ვიყავი ერთიანი სიის, მხოლოდ იმიტომ, რომ კრიტიკული მასის მობილიზების შესაძლებლობა აქ ამ ფორმატში უფრო ვხედავდი, ვიდრე დაქსაქსული პოლიტიკური პარტიებისგან. მაგრამ აქ ახლა მნიშვნელოვანი არის საგარეო სტრატეგიული კომუნიკაციისთვის იყოს შეიქმნას ერთიანი ხმა, რომელსაც აქვს სახალხო ლეგიტიმაცია და ეს არა გვაქვს ჩვენ დღეს. ჩვენ არ გვყავს ერთიანი ფრონტი, პირობითად 5 ადამიანი, რომელიც ეს 5 ადამიანი კონკრეტულად ჩავა ერთ დღეს ვაშინგტონში, ჩავა ერთ დღეს ბრიუსელში, ელჩებს შეხვდება ერთ დღეს და ერთიან გზავნილებს გაუჟღერებს და შემდგომ ხალხს გააცნობს ამ პოზიციებს და ხალხისგან წაიღებს გზავნილებს. ამ წუთას ეს ფორმატი არის ეკლექტური. რასაკვირველია, იქ ვიღაცა საუბრობს დევნილების პატიმრების სახელით, იქ ვიღაცა საუბრობს სხვადასხვა ინტერეს ჯგუფების სახელით, იქ არასამთავრობოები საუბრობენ, მაგრამ ეს არ არის მოახერხა ბოლომდე, რომ რაღაცა იქ თვითონ ყოფილიყო მათ შორის რაღაცა ესეთ მედიატორი, თუნდაც ესე ვთქვათ, სწორედ აი საზოგადოებას, პოლიტიკოსებსა და ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობას. ჩვენ მე მგონია რომ მოლოდინებიც ადეკვატური უნდა გქონდეს, ხო? ზურაბიშვილი პირველ რიგში აღარ არის პრეზიდენტი.
ბუნებრივია რომ ის რაღაც ტიპის არაფორმალურ სტატუსს ინარჩუნებს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, მხოლოდ იმიტომ რომ ოპოზიციაში არ არსებობს ასეთი წარმომადგენლობა. ანუ ბარიერ გადალახულ სუბიექტები ვერ ახერხებენ იმ კოორდინაციის და იმ წარმომადგენლობითი პირის დეზიგნირებას, რომ მას ალტერნატივა ყავდეს. ამიტომ არის რომ სასოწარკვეთილია საერთაშორისო თანამეგობრობა და ამბობენ რომ მოდი დროებით ზურაბიშვილს შეუნარჩუნოთ ლეგიტიმაცია, მაგრამ მას ხომ არ უყრია კენჭი, ის ხო არ ყოფილა არც ერთ პოლიტიკური ოპოზიციის სათავეში. მას ხომ არ აქვს ასეთი პირდაპირი ლეგიტიმაცია სახალხო. ეს არის პოლიტიკური პარტიების გასაკეთებელი. მეორე პრობლემა, რომელიც აქ ასევე არსებობს, არის რომ იმისთვის რომ ზურაბიშვილის პოზიტიური ფაქტორი აქ არის ერთადერთი ის რომ მას უფრო მაღალი რანგის წარმომადგენლები ხვდებიან საერთაშორისო ფრონტზე, ვიდრე ხვდებიან სხვა პოლიტიკურ ლიდერებს, რაც ძალიან ცუდია. ამ პოლიტიკურ ლიდერებს უნდა ქონდეთ საკუთარი კრედიბილურობა და ლეგიტიმაცია იმ დონეზე აყვანილი, რომ მათ უნდა ქონდეთ შესაბამისი შეხვედრების მოთხოვნის შესაძლებლობა უნდა ქონდეთ, მაგრამ რადგან ეს სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ამიტომ გაჩნდა ეს იდეა, როგორც მე ხვდები, რომ მოდით ამ ხოლგის ქვეშ გავერთიანდეთ, მაგრამ ეს ერთიანობა თვითონ უნდა მოახერხონ. ანუ მათ უნდა შეძლონ კომუნიკაცია, координация და ერთიან გზავნილებზე და ერთიან სამუშაოდ თუნდაც კრიზისის მართვის ჯგუფზე შეთანხმება. პარტიებმა, რომლებმაც უნდა ქვეყანა მართონ, თუ მოიგებენ არჩევნებს, ეს უნდა დაგვანახონ. ხო შევქმნითო კოალიციასო, ხო ამბობდნენ და მე დავაკომპლექტებთ თავრობასო. ხო და დააკომპლექტონ ახლა წარმომადგენლობითობა, რომელიც ისაუბრებს ხალხისა. გიყავდეთ თქვენ რა სიტყვით ამ ნაწილთან დაკავშირებით პროპაგანდის რაღაც საპირისპირო მესიჯებს ჩვენ გულისხმობთ და დავასრულოთ ეს ნაწილი. ჩვენ შესაძლოა ბევრ რამეში ძალიან განსაკუთრებული და გამორჩეული ხალხი და საზოგადოება ვიყოთ, მაგრამ რაშიც არა ვართ გამორჩეულები. ეს არის თუ როგორ მუშაობს დეзинფორმაცია და ჩვენ ნუ დაგვავიწყდება რომ 12 წლის განმავლობაში და რუსული პროპაგანდა საქართველოში მუშაობს 2000 წლებიდან მოყოლებული. ეს არის ძალიან ძლიერი მანქანა, რომელიც 2012 წლიდან სახელმწიფო დონეზეა აყვანილი. მას შემდეგ რაც მოხდა ოპოზიციური ტელევიზიის გადაბარება ფაქტურად კრიმინალური გზებით, მას შემდეგ რაც პრაქტიკულად პენეტრირებულია საინფორმაციო ველი, იქ განსაკუთრებით თავებსაც ნუ მოვიტყუებთ, რომ ჩვენ ცალკეულ ოპოზიციას, ან ოპოზიციურად განწყობილ სამოქალაქო სექტორს შეუძლია ბოლომდე იმ ხმის მიწუდენა საზოგადოების ყველა სფერომდე, როგორც ეს შესაძლებელი იქნებოდა, რომ იყოს მედია სივრცე გაშლილი. ეს უბრალოდ ასე არ არის, ან ფიზიკურად ხო თქვენ ჩემგან არ გესწავლებათ, რომ საკმარისი დაფარვა ამ საინფორმაციო ქსელის ვერ ხდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გავჩერდეთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმ ხალხის სათანადო ინფორმირებაზე, რომელიც მხოლოდ იმედის და პოზიტივის და საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო ველის მსხვერპლია. ამისთვის არის და ეს ითქვა, არ ვიცი, ძალიან ბანალურად ჟღერს და ეს ითქვა არაერთხელ, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა იარონ ხალხში, თვითონ უნდა ესაუბრონ მათ. ისინი მე რასაც ვუყურებთ, შეიძლება ცოტა უხერხულად გამომდის ახლა, მე რასაც ვუყურებ, ისინი მოდიან ტელეეთერებში და ამბობენ, რომ ჩვენ უნდა ვესაუბროთ ხალხსო და თქვენი ტელეეთერით საკმარისი ადამიანი ვერ იგებს ამას. ის უნდა ჩავიდეს და ესაუბროს ხალხს. ის უნდა ჩავიდეს და ესაუბროს ხალხს. მე მესმის, რომ ავტორიტარიზმის პირობებში ეს არის რთული, იმიტომ რომ იქ წინაღობებს უქმნიან, იმიტომ რომ საზოგადოების გამოყვანა ოპოზიციურ პოლიტიკოსებთან შესახვედრად არის რთული, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა ხმა მიიტანონ, როდესაც საინფორმაციო ველი მონოპოლიზებული აქვს ოლიგარქს. ძალიან დიდი მადლობა.